მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება გამოვა კონტაქტზე. მოგწერთ. დღეს გვაქვს ორ პოზიციანი გაშლა, თქვენს წინაშე არის ორივე პოზიცია, ერჩიეთ ინტუიციურად, შეგიძლიათ არჩიოთ საყვარელი ციფრის მიხედვითაც. თუ გიჭირთ მალე პოზიციის არჩევა, ვიდეოს გაჩერება შეგიძლიათ და მზად რომ იქნებით. შემდეგ განაგზავნეთ ვიდეოს ყურება. ასევე თუ პირადი კონსულტაცია გსურთ, მომწერეთ მესენჯერში, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის ვიდეოს აღწერაში და კომენტარების ველშიც. შეგახსენებთ, რომ დღეს გვაქვს სწრაფი პასუხი, სწრაფი გაშლა, გავიგებთ პირდაპირ იმ ინფორმაციას, რასაც ტარო მოგცემს. ჩვენი კითხვა არის გამოვა თუ არა კონტაქტზე და დავიწყოთ პირველი პოზიციის განხილვით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და გავიგოთ ის, ვისაც დღეს ფიქრობთ, მოგწერთ თუ არა. აქ ამოვიდა ხმლების მეფე, იგივე ჰაერისტიქიის წარმომადგენელი პიროვნება, რომელიც შეიძლება საჯარო გაშლა არის და ეს ზოდიაქო არ რეზონირდეს, მაგრამ ჰაერის ენერგიებში იქნება და მოდი ავწეროთ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანი მოგწერთ, ნამდვილად ჩანს მისი მხრიდან აქტივობა, მაგრამ ამ ყველაფერს, ამ დადებით პასუხს აქვს თავისი უარყოფითი ან რთული მეორე მხარეც. ეს ადამიანი, როდესაც თქვენთან გამოჩნდება, შეიძლება მისი მოქმედებები ჩათვალოთ, რომ მაინც ჰაერივით მსუბუქია, ან ჩათვალოთ, რომ რაღაც თავქარიანი არის. რადგან მისი ხასიათი იქნება ცვალებადი. ეს ცვალებადობა გამოწვეული არის იმ მომენტებიდან, როდესაც ამ პიროვნებას დაჭირდებით, ძალიან რომ დაჭირდებით. არ ვიცი, ხო, ყველა თქვენთაგან საჯარო გაშლა არის და სხვადასხვა ურთიერთობა გაქვთ ჩაფიქრებულ პიროვნებასთან. ეს შეიძლება იყოს იმის საჭიროება, რომ თქვენ მას კარგ რჩევებს აძლევთ, გვერდში უდგახართ, უპირობო მსმენელი ხართ. ზოგიერთ თქვენთაგან შემთხვევაში კარგად გესმით ერთმანეთს, ზოგიერთ თქვენთაგან შემთხვევაში ამ პიროვნებას მოინატრება თქვენთან შეხვედრები, სითბო, სიყვარულის გაზიარება, ფიზიკური ლტოლვა, ძალიან ბევრი რაღაც დეტალი შეიძლება იყოს, რის გამო დაჭირდებით ამ ადამიანს, მაგრამ მოდის აქ ესეთი ინფორმაცია ძალიან კაფიო, რომ ეს პიროვნება გამოდის კონტაქტზე, მაშინ, როდესაც მას თქვენ დაჭირდებით, მაშინ იქნება ძალიან ყურადღებიანი, მსხუნველი, SMS-ზე მოგწერთ, შეიძლება მისი ნახვა არ გინდოდეთ და თქვენ სახთან დაგხვდეთ, ყოველ შემთხვევაში ძალიან იაქტიურებს, მაგრამ მეორე დღეს, მესამე დღეს ეს ენერგია მოიწურება, გადავა ისევ პასიურ ენერგიაში, შეიძლება ისევ იგივე ციკლში გადავიდეს, სადაც გაქრება ეს ადამიანი, დიდად აქტიური აღარ იქნება, ან ზოგადად SMS-ებსაც აღარ გახსნეს და თქვენ გაგიჟდებათ მის მიმართ საშინელი ბრაზი. და ამ პიროვნებას ახასიათებს, რომ ურთიერთობაში შემოდის ძალიან აქტიურად, ეს რაღაც ძალიან დიდი ენერგიით შემოდის და მერე უეცარი პასიურობა მოსდევს ამ ადამიანს და პლუს ამას ემატება ის მომენტი, რომ ამ პიროვნებას თითქოს მიზნად აქვს ის, რომ თქვენ მასზე იფიქროთ, პასიურ ენერგიაში, როდესაც გადადის, მას უკან გაჰყვეთ, მოსწონს, როდესაც უკან მისდევენ და ხვდება, რომ ადამიანებს ის ჭირდებათ, ხვდება, რომ საფიქრალი გონებაში დაგიტოვათ, მოწონს, როდესაც მასზე ბევრს ფიქრობთ. და ის რაღაცები უყვარს, როდესაც რაღაც ინტრიგას შემოიტანს, მე ამ თამაშიდან უეცრად ჩაეხსნება, მე თქვენ დგახართ ფიქრობთ, ან ცდილობთ, რომ მასთან კონტაქტზე გახვიდეთ, ეს ადამიანი კიდევ რაღაც მომენტში იქით სადღაც სხვა განზომილებაში არის და თქვენ გიწევთ მას უკან გაეკიდოთ. ეს ყველაფერი მოწონს. ესეთი ტიპია, ესეთი ისინი აქვს უარყოფითი თვისებები თუ ხო, უფრო უარყოფით თვისებებთან ერთად დაუმუშავებელი საკითხები, შეიძლება ეს იყოს მისი რაღაც ტრავმიდან გამომდინარე, ხომ? რაღაც მომენტში თვითონაც უყურადღებობას განიცდიდეს, სულიერ უყურადღებობას და ამით ივსებდეს, მაგრამ შეიძლება თვითონაც ვერ ხვდებოდეს, რამხელა ნეგატიურ ფონს ტოვებს მეორე ადამიანში, რომელიც მუდმივად მას ელოდება. ესეთი სიტუაციები არის, მოდის აქ ადამიანი მოგწერთ, აქტიურ ენერგიაში შემოვა, მაგრამ შემდგომი ურთიერთობის ფონი, რომელიც შეიძლება მის აქტიურობას მოჰყვეს, არის საფრთხილო და ყურადღებით იყავით.
გადავიდეთ მეორე პოზიციის განხილვაზე, მოგესალმებით მეორეებო და გავიგოთ თქვენ შემთხვევაში რას აპირებს ის ადამიანი, ვისაც ახლა ფიქრობთ, აპირებს თუ არა რომ მოგწეროთ. Ну, აქაც საკმაოდ ისეთი არკანი გვაქვს, ვიტყოდი რომ ბევრი წინაღობებით სავსე, დაბრკოლებებით სავსე. შეიძლება ეს ადამიანი ბლოგში ჩასვით, ან ნახევრად ბლოგში ჩასვით, რაღაც საიტებზე დაბლოკეთ, რაღაც საიტებზე არა. ან შეიძლება სადღაც შეუზღუდეთ წვდომა, მაგრამ დატოვეთ სპეციალურად რაღაც ადგილები, რომ გაინტერესებთ რას იზავს, ამოწმებთ მის რეაქციას, გამოვა თუ არა კონტაქტზე, იბრძოლებს თუ არა თქვენთვის, მოიძიებს თუ არა სხვა თქვათ საკონტაქტოს თქვენთან, ან სხვა fake account-ით მოგწერთ თუ არა. მოკლედ რაღაცაში არის ეს ადამიანი ხელფეხშეკრულით, მაგრამ თქვენ მაინც ჯიუტად გინდათ, რომ იქ მოგწეროთ, სადაც ჩვეულებრივ დროს, ჩვეულებრივ რეჟიმში, ჩვეულებრივად როდესაც კონტაქტობთ ხოლმე, იქ არ გწერდათ და სხვა ადგილას, სხვა სივრცეში კონტაქტობდით, მაგრამ ახლა გინდათ რომ თქვენს გამო რაღაცა გზები გაირთულოს და მოვიდეს და მოგწეროთ. ამ პიროვნებას სხვათა შორის დიდი დრო დასჭირდება იმისთვის, რომ ეს ნაბიჯები გადმოდგას, დიდი ხანი გაგრძელდება თქვენი დუმილი თუ თქვენ პოზიციას არ შეცვლით და მკაფიოდ დააფიქსირებთ თქვენს აზრს და ამ აზრს არ გადაუხობთ, რომ გინდათ რომ ის და მაინც სხვა ხერხებით მოვიდეს თქვენთან, თუ დანებდებით და ბლოგს მოხსნით, ეს ადამიანი ვადაზე ადრე მოვა, შეიძლება რამდენიმე დღეშიც გამოჩნდეს მისი აქტივობა თქვენ სოციალურ გვერდზე, მისი დაინტერესება, რომელსაც მერე მოხვდება SMS-ი, რომელსაც მერე მოხვდება ზარი, რომელსაც მერე მოხვდება დაკონტაქტება, მაგრამ თუ თქვენ მაინც ეს ტაქტიკა გაქვთ და ნამდვილად იცით, რომ ამას არ შეცვლით და არანაირად არ წახვალთ დათმობაზე და ხვდებით, რომ ეს საჭიროა და ესე არის საჭირო, თქვენი გადაწყვეტილება სწორია და მკაფიოდ ხართ ამ აზრზე, რომ ესე უნდა გააკეთოთ. ამ შემთხვევაში ამ ადამიანს ძალიან გაუჭირდება იმის მოფიქრება, რომ არსებობს ალტერნატიული გზები და შეიძლება პერიოდულად გადმოვიდეს თქვენ სოციალურ გვერდზე და ის უფრო შეამოწმოს მოხსენით თუ არა ბლოგი, ვიდრე ის რომ გზები ეძებოს და თქვენთან მოვიდეს და მოგწეროთ. თუნდაც იმიტომ იქნება პასიურ ენერგიაში, რომ ის ჩათვლის, რომ თქვენ მასთან დიალოგი ნამდვილად არ გინდათ, თუ მოგწერთ რაღაც ან დამცირებულ ენერგიაში ჩავარდება, ან უარყოფილი დარჩება და ესეც არ უნდა, და აქედან გამომდინარე მისი პოზიცია იქნება, რომ იყოს მომთმენი, დაკურუებული, ანუ მოითმინოს ეს სიტუაცია, პერიოდულად დააკვირდეს ცვლილებები გექნებათ თუ არა და მოსაფიქრებელ დროს აიღებს და შეიძლება ზოგიერთი თქვენთაგანის პარტნიორისთვის, ან იმ ადამიანისთვის, ვინც ახლა ჩაიფიქრეთ, იყოს ეს მინიშნება იმისა, რომ თქვენ მასზე გაბრაზებული ხართ და მასთან დაკონტაქტება არ გინდათ და იმას ვერ მიხვდეს, რომ ალტერნატიული გზები უნდა მოძებნოს და თქვენთან ისე მოვიდეს. დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ ყველას და მომდევნო მომავალ შეხვედრამდე.